მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ მობი. დღეს ჩვენ გადავიღებთ EFC-ს დიდი ხნის შემდეგ. დავუბრუნდით EFC-ში და ვიღებთ. მოკლედ, როგორც ხედავთ, დღეს ვიღოთ ორ head-to-head-ს ვითამაშებთ. H2H. ხო, მოკლედ, ეს რაც EFC გამოვიდეს, ესა ჩემი გუნი არც თუ ისე ძალიან კაი გუნი ყავს, ახლა გაჩვენეთ. ეს ვიდეო გადაღებული მაქვს გუშინ გადავიღე პარასკევის დღეს და დღეს შაბათ დღეს უბრალოდ ვახმოვანებ. ხო, მალე დაიდება eFootball-იც. eFootball-ში ახალი აკაუნტი მაქვს და მაგით არ ვიღებდი ამდენი ხანი. კარგი. ნუ აქ პირველ თამაშს ვიწყებთ. მოწინააღმდეგე ჩემზე ორჯერ უფრო ცუდი გუნდი ყავს. მოკლედ თამაში დავიწყებთ, გთხოვთ რომ გამოიწვიოთ არხი და დაალაიქოთ ვიდეო. რადგან ეს ლაიქები ჩემთვის ძალიან დიდი мотиваციაა. უბრალოდ თქვენს წარმოიდგინოთ ჩემს ადგილას თავი, მართლა ძალიან დიდი мотиваციაა. და დაახლოებით საშუალო და აიგროვებს ეს ვიდეო 83-მდე ნახვას რა. ასე ვფიქრობ, დიდრბოდობით მეცაც და 80-დან თუნდაც 10-მა კაცმა რომ დაალაიქოს, ეს იქნება ძალიან დიდი პლუსი ჩემთვის. იმიტომ რომ Minecraft-ის ვიდეოს პირველ ეპიზოდს აუგროვდა 250-მდე ნახვა და არა უგროვდა, წარმოიდგინეთ 10 ლაიქიც, 7 ლაიქი, არა 8 ლაიქი აუგროვდა. კარგი, პირველი მომენტი მქონდა, კაცსაც დაურტყი. ნუ ახლა ვარ amateur დონეზე, ანუ მოყვარული, ანუ ეს არის ძალიან დაბალი დონე, იმიტომ რომ წაშლილი მაქვს, ხედავ დავთამაშობ. გამოწერილი მაქვს, მაგრამ მაინც ავთამაშოთ ეს ვიდეოსთვის ვითამაშე. და მაგიტო ვარ ძალიან დაბალ დონეზე და ძალიან ნუბი მოწინააღმდეგე მხდება. ასე რომ არაფერი ისეთი არის, ვფიქრობ 10-0-ს მოუგებ ამას, იმას შემდეგ მოწინააღმდეგეს 20-0-ს და ნუ დღეს კიდევ ვითამაშებ, რო ცოტა ავიკაჩო დონეთი და კვირა დღეს ისევ გადავიღებ ვიდეოს, რო ცოტა უფრო საინტერესო თამაშებიც ვითამაშო რა. იმიტომ რომ აქ ძალიან მარტივები არიან. კიდევ ერთხელ გიმოვართ რომ დაალაიქოთ ვიდეო და გამოიწეროთ არხი. ნუ აქ როგორც ხედავთ, თუ ვინმე შეგიძლიათ მითხრათ რომ რომელიმე ფეხბურთელი ვიყიდო და შევცვალო ჩემს რომელიმეში, დაწერეთ კომენტარებში, მე აუცილებლად წავიკითხავ, იმიტომ რომ ძირითადად არ იწერება კომენტარები. ხო, თუ ვინმეს რაიმე ვიდეოს იდეა გაქვთ, აუცილებლად მაგით დაწერეთ. გადავიღებ eFootball-საც, FIFA-საც, ასევე რაღაც თამაში გადავწერე ახლა სახელი დამავიწყე ტანკებზე და ბრძოლებზეა, მოკლედ თვითმფრინავები და ცხასეთები. თვითმფრინავები. კარგი. აქ ოფსაიდი იყო. ახლა ცოტა ხანი მე მოგეშვებით და თქვენ თვითონ უყურეთ ვიდეოს და თამაშს. მე მალე დავბრუნდები. ნუ აქ პირველი ტაიმი დასრულდა, დაიწყება მეორე ტაიმი, 3-0-ს უგებ აქ, როგორც ხედავთ. მოკლედ ამ მატჩს დავასრულებ ვიდეოს გარეთ, კიდევ ერთი ვითამაშე, რომ ცოტა მეწია დონე და შემდეგ მესამეც და მესამე გადავიღე, მოკლედ. სულ ორ ხელს ვითამაშებთ რა. თუ მოგეწონებათ ესეთი ვიდეოები FIFA-სი, ნუ EFC-სი, დაალაიქეთ, გამოიწერეთ არხი, დაწერეთ კომენტარებში და მეცაც გადავიღებ. ეს თამაში დიდად მეც არ მომწონს, რაც EFC დაერქვა და მაგიტო მეც არ ვიღებ რა. ძალით გადაღება გამოდის ახლა ამ ვიდეოს სადაც უყურებთ, უბრალოდ ნახვებისთვის მაქვს გადაღებული რა. იქნებ თქვენ თუ მოგეწონებათ, მე კი ბატონო გადავიღებ. კარგი. აქ ნუ როგორც ხედავთ, ძალიან მარტივად ვართ მე ბურთს.
და ვიტან გოლებს, მაგრამ აქ ოფსაიდი იყო. ნუ ეს მატჩი დასასრულს უახლოვდება. მოკლედ დასრულდა კიდევაც და სანამ მეორე დაიწყება, შეგახსენეთ რომ გამოიწვევთ არხი და დაალაიქოთ ვიდეო. მოკლედ 26 ივლისს გახდება ჩემი არხის 3 წლის, ანუ 3 წელია რაც ამ არხზე ვდებ ვიდეოებს, მაგრამ ზოგადად YouTube-ზე 7 წელია მაქსიმუმ. ხო დაახლოებით 7 წელია, 8 წელი ვიცი რომ არ არის, მაგრამ 7 წელი არის დაახლოებით. ვისაც ჩემი სახე გაინტერესებთ, ვლოგების გადაღებაც მინდა, სხვათა შორის, ოღონდ არა ამდენ გამოწვევზე, რამდენსაც ახლა ვარ, მაგალითად გარკვეულ გამოწვევებს რომ მივახცევ დაახლოებით 300 ან 500, უკვე როდესაც ესე იგი სისტემატიური რო იქნება რა, ნახვები მოკლედ. ყველა ვიდეოზე ეს რანდომად რო არ იქნება ხან მაგალითად ხან 100 ნახვა, ხან 4 ნახვა, რაღაც ასე არა, როდესაც უკვე ბევრი ნახვები წამოვა და თან ყოველ ვიდეოზე ერთნაირად რა დაახლოებით, აი მაშინ დავიწყებ ვლოგების გადაღებას რა. ჩემი არხი ახლა უფრო პასუხისგებლიანად ვეკიდები, იმიტომ რომ ვიდეოებზე ვაყენებ ანუ ვიდეოს ფოტოები ახლა სახლი მაინც ახლა დამავიწყდა რა. ბანერი თუ ფოტო, არ ვიცი რა ქვია რა. არ ვიცი რა ვიცი, მაგრამ ახლა დამავიწყდა სახელი, აქ პირველი გოლიც გაუტანე. ხო, ჩემი საყვარელი გუნდი ბარსელონაა, ვისაც გაინტერესებთ. ხო, ვიდეოებს ვაყენებ მაგას. თუ არ მავიწყდება, იმიტომ რომ ჯერ არ ვარ ახლა მიჩვეული მაგაზე. ტექსტებსაც ვაწერ ბიოშიც და ასე შემდეგ რა.
პირველი ტაიმი დასრულდა, როგორც ხედავთ, თითქმის დასრულდა უფრო სწორედ. მალე დაიწყება მეორე ტაიმი, ამასაც გავუხევთ, რა თქმა უნდა, და აგით დაგემშვიდობებით. ახლა შეკითხვა მაქვს გამომწერებთან, თქვენ რომელი გეჩვენოთ? აქ სანამ მე კარით ვიტან გოლს. მოკლედ, ვიდეოს გახმოვანება, ანუ გადაღება და შემდეგ გახმოვანება როგორცაც ახლა ვაკეთებ, თუ ვიდეოს გადაღება და თან ლაპარაკი. მე პირადად, რა თქმა უნდა, ჩემთვის უფრო მარტივია და მირჩევნია თან ლაპარაკი. და ამ პაკსაც გავხსნით და აქედან დაგემშვიდობებით. მოკლედ, შეგახსენეთ, რომ გამოეწეროთ არხი და ლაიქოთ ვიდეო მეტი EFC-ს და მეტი ვიდეოებისთვის. და მოკლედ, აბა, ნახვამდის შევხვდებით eFootball-ის ვიდეოში.